დასრულდა რეკლამა, ვაგზელებთ საუბარს. მომეწონა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა ოცნების მიერ საბჭოს, ასე ვთქვათ, ამ სხდომებისგან თუ ასამბლეისგან გამოსვლა და ძალიან კურიოზული ვითარება შეიქმნა და რატო? ანუ ნაცები რეალურად ცდილობდნენ ის, რაც მე საბოლოოდ ოცნებამ გააკეთა და რატო? ოღონდ ისინი მათთვის თავარი იყო, რომ ეს ყოფილიყო დასჯის აქტი. ანუ დასჯის აქტი, ანუ იმათ უნდა დავესაჯეთ. ანუ ნაცებო, ბედნიერი არ ხართ ხო ამას ცდილობდით, რომ გამოსულიყავით ამ პაცედან, ეგრეთ წოდებული. ხო, ბედნიერი ეგ არ გინდოდა რომ გაგვეგდეთ. არა, იმათ არ არიან ბედნიერები, იმათ უნდათ რომ გავეგდეთ და არ მოხდა ეს გაგდება. სახელმწიფომ აჩვენა, რომ ევროკავშირმა ჯობია, მაგალითად, ახლა ამას წინ იყო ეს DeepSeek-მა, ჩინურმა, AI ან ხელოვნური ინტელექტის სისტემამ ლამის კრახი გამოიწვია იქ საფონდო ბიჟებში, ხო, ტრილიონამდე თანხაზე იყო საუბარი. ანუ ამერიკა რაზე ტრამპა თქვა, რომ ეს ჩვენი კომპანიებისთვის უნდა იყოსო სიგნალი, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და აქეთ არის ჩინეთი და ამერიკა, რომელიც ტექნოლოგიურ ბოლაში არის ჩარბული და ევროკავშირი ამ ბოლაში არის ძალიან ასე ვთქვათ, მიჩანჩარი. რამე ბოლაში არის? არა, ხო და მაგათვის თავარი სადარდებელია, რომ ანუ ისე დონეზეა, რომ ვიღაცა ნაცი, რომ მოკუჩავა და ვიღაცა მართლა გულღრძო უკრაინელი ტიპები ჩადიან და რა ქვია საწოდავს, რა ქვია იმას რა? არც ვიცი ვიზე გიორგიევსკის ლენტის რო დადიოდა. გონჩარენკო. ხო, ანუ ვიღაცა გონჩარენკო და ბოკუჩავა ჩადიან და მაგათი გავლენა არ გირჩევნია თქო დალოცვილი შვილი წადი ამ ჩინეთს და იმას ეკონკურირეთ რო ჩაგიხსნა ისინი ან კარგად შეეტენეთ ტრამპი რო არ კადრულობდა ევროკავშირის სტრუქტურებს საერთოდ რო არ ურეკავს და საერთოდ ევროპას რო არ ახსენებს ხო, იქნებ რაღაცა მოახერხო. სხვათა შორის, აი ეს მორიგინა, მე ესე ვთქვათ პირდაპირ, აი ნუკრი მახსენა ეს ჩვენი ჩინურ-ქართული ურთიერთობის მორიგი, ესე გაფორმება ინსტიტუციურ დონეზე, ხო? მოდი პირდაპირ ვთქვათ, ის რაც ქართული სახელმწიფო აჩვენებს, ეს არის ამავე დროს ამ პარტნიორებისთვის ჩვენება, რომ აქ ვიღაცა შემთხვევით ტიპებთან კი არ გაქვს საქმე, სახელმწიფო ადგილზე დგას, ხო? იგივე ამ დეკემბრის აქციებზე სახელმწიფომ აჩვენა, რომ ის არ არის ჩამოშლადი და ეს სიგნალია იგივე ჩინელი იქნება თუ ემირატელი ინვესტორებისთვის, რომ აქ სახელმწიფო ვიღაცა, რა ქვია, ხლაპუშკებიანი ტიპები ვერ გადააყირავებენ სახელმწიფოს და ფეხზე დგას ეს სახელმწიფო. ეს ანუ ჩვენთვის ხო კარგია, რომ ეს მართა შენ როგორც ამ ლიბერდებილებს არ უგდებთ ხელში ძალაუფლებასაც ქვეყნის დანგრევას გამოიწვევს, მაგრამ ამას აქვს ის მომენტი, რომ ჩვენი ახალი პარტნიორები აღმოსავლეთით ხო და აი ამ სივრცეში, ამ რეგიონულ სივრცეში ხედავენ, რომ აქ სერიოზულად არის, სერიოზული მოთამაშეა და ანუ გაფასებს გესმის იმაზე, რომ შენ დგახარ ფეხზე და არ ხარ ეგრეო დამოყირავებადი. მთელი პლანეტა ჩალიჩობს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე. მთელი ევროკავშირი მით უმეტეს, ხო? და ესენი მაინტერესებს ტაივანის აგენტი რა სიტყვა. არა, მე მგონია დაგმობს, ტაივანის აგენტი იქ იყო ჩასული ევროსაბჭოში სხვათა შორის და იქ მუშაობდა, ხო? ტაივანს თავი დაანება იქ მუშაობდა, ეხლა გადართული იყო სხვა საქმის აკეთებდა. ხო, თუ არა, ტაივანი აპატიებს ალბათ. ეგრევე გავაგრძელო, ანუ ის არაბები მაგალითად ის MR ჯგუფი, რომელიც შემოდის ჩვენთან და 6 მილიარდ დოლარიან არ დაგვაუწყდეს ინვესტიციას დევს. ჩვენ პულზე რო გადმოიყვანო, ცოტა უფრო ბევრი მილიარდია. ისინი ამათ გიჟები გონიათ. ხო. მარტო რომან გოცირიძე ჭკვიანი. ხო, ამდენ ფულს რო აქვს. განარჩენი გიჟები არიან ყველა. არასტაბილურ ქვეყანაში. წარმოიდგინე 6 მილიარდი ჩემოდის და არ იცის საქართველოში რა ხდება. არა. რო დღე-დღეზე ამათ 500 კაცი რო დადის რუსთაველზე, შეიძლება ხელისუფლება დაამხო და ისინი მაინც რისკავენ. აინც რისკავენ მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭესი ეშინიათ ვაშადის. არა, არ ელაპარაკებიან ჭიჭეს. ალბათ გარისკავენ მაგ ამბავს და არც ის არ იციან, მაგალითად ვერ თვლიან, რომ ხვალზე საქართველოს რა როლი შეიძლება გქონდეს კავკასიაში, მსოფლიოში და ევროპაში. და რა დამოკიდებულება აქვს მაგალითად იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ საერთოდ არაფერი არ აქვს გათვლილი, არც ჩინეთი და ამერიკის ურთიერთობა, არაფერი ერთი გამოშტერებული ხალხია, ბოდიში მომითხოვია. რომლებიც ასე იქნებენ. დაინახეს რაღაცა ზღვისპირა კარგი ტერიტორია, ვიცია რა არის და მოდი ახლა 6 მილიარდი ჩავდოთ ჩავყავ. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი თურმე, რაზე არ არიან არავინ არაფრის და აი ამ კატეგორია ხალხს უნდა რომ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. აი წარმოიდგინეთ როგორ არის, ხა უყურე
ამ ლიდერებს ოპოზიციონერები არ არიან ჩემთვის არ ჩვეულებრივი აგენტურაა ჩვეულებრივი ეხლა ხო გაიხსნა ყველაფერი გამოვიდნენ სააშკარაოზე თავის დაფინანსებიანად ეს ელჩები ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რომლებიც პირდაპირ ღია კონფრონტაციაში შემოვიდა უკვე ხელისუფლებასთან და თავისი ეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბოლოს ერთმა ქართველმა გაიხსენოს რავის ბოლო 1 წლის განმავლობაში როდის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც გამოვიდა და ლაპარაკობდა ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ან ჯანდაცვის პრობლემებით ან განათლებასთან დაკავშირებით არა ამდენი ხანია მათი პირდაპირ ამოცანა ხელისუფლების დამხობა და პოლიტიკა და რაღაცა ევროსტრუქტურები და შეტევა და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოება უყურებდა წინასაარჩევნოდ იყო ორი მხარე. ერთი მხარე იყო, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ ჩვენ ცალფეხზე დავდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რასაც გვეტყვიან ევროკავშირიდან, ნებისმიერ ვინც არ უნდა იყოს, თავარია რომ იმ სანუკვარ შედეგს მივახციოთ, რომ ოდესღაც მიგვიღონ ევროკავშირში, ოდესღაც არ დაგვაუჩნდეს, აქ მაშინ მე მგონი არც იყო 2030 წელზე ლაპარაკი, შეიძლება იმის იქითა პერსპექტივა იყო. არც ახლა არ არის პერსპექტივა. მეორე მხარეს იყო, ხო არა, ნუ ნატოს საერთოდ თემამ ჩაილურის წყალი დალია უკვე მორჩა. რას ამბობ კაცო, როგორ შეიძლება? შეიძლება რა. ანუ როცა მოდის და ჩვენი პრემიერი გამოვიდა და რატო დაიწყო ომიო? ნატოს გამო. გარიბაშვილა, ნატოს გამო და ერთი ამბავი რო ატეხეს. მე დაადასტურა ტრამპმა აქ კაცო, ნატო არ შეიძლება იყო კაცო. ანუ მეორე მხარეს იყო ადამიანების პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ პირველ რიგში ადამიანს შენ უნდა გაგაჩნდეს ღირსება და შესაბამისად ამისა მე იმედი მექნება რომ შენ ჩემს ღირსებას დაიცავს. ხარანაირად არ გამოვა, არ შეიძლება, ხო? შენი თუ არ გიყვარს, სხვისი ვერ გიყვარება და ასე შემდეგ. ანუ ის ხალხი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, ამიტომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი იმ ადამიანების და პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ და იმედი ჰქონდა რომ მომავალში კიდევ დაიცავდნენ. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ძალიან მარტივი იყო არჩევანის გაკეთების საშუალება და კიდევაც გააკეთა არჩევანი. ეხლა ამის შემდეგ ვიღაცა შეიძლება უკვირს რა მოხდა ევროსაბჭოში. არაფერი არ მოხდა ევროსაპარლამენტო იმაში, ხო? ხო, ეხლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამი სათაური ვერ გავიგე. კი, ახლა ვიტყვი. რაც არის. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა რა. ზუსტად ისე მოიქცნენ ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ღირსეულ პირველ რიგში ადამიანებს და შემდეგ პოლიტიკოსებს ეკადრებოდათ. მე უამრავი ადამიანი შეხვდა ქუჩაში, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვეულებრივი მოქალაქეები მეუბნებოდნენ, რომ აი სიამაყით ახსილები ვართ, გძნობთ, რომ ჩვენ ყავს რაღაცა პოლიტიკოსები, ჩვენ ყავს ხელისუფლება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თავმოყარე აი ახსილები, ხო? შეიძლება საერთოდ ისიც არ იციან, რომ იმ საპარლამენტო ასამბლეას არანაირი ძალა არ აქვს. კმედითი, ხო? მათი ეგრეთ წოდებული რეზოლუციაც არის ასე თქვა რეკომენდაციის სახისა, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს. ღირსეული ქმედება ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა ეს ორგანიზაცია საერთოდაც როცა შეიქმნა 59 წელს მას შემდეგ მისი პირდაპირი დანიშნულებაში უწერია რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას, კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას და დემოკრატიასთან დაკავშირებით, ანუ ეს ძირითადი ფუნქციები მისი არის ეს. ეხლა მოდი ჩვენ აი მოკლედ განვიხილოთ, რომელი დაიცვა საქართველოს შემთხვევაში ევროსაბჭომ. არ გვია ის განვიხილოთ, რომ დაიცვა არც არა, მისი მოვალეობა ხო არის ამის დაცვა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვაუწყდეს რომ სანამ ჩვენები ჩავიდოდნენ საპარლამენტო ასამბლეაზე, ორი კვირით ადრე თუ არ ვცდები, ჩამოსული იყო მათი წარმომადგენლობა. წარმომადგენლობას გააცნეს ყველაფერი, შინაგან საქმეთა მინისტრთან იყვნენ შეხვედრაზე და ჩვენი თვალით ვნახეთ ჩართული კადრები, სადაც აჩვენებდნენ რა პროცესები მიმდინარეობდა რუსთაველს. ამ ყველაფერს ხედავდნენ ეს ჯგუფი, მათი გამოგზავნილი. მათ ინფორმაცია ჩაიტანეს და როგორც ჩაიტანეს, ანუ ის არც კი განუხილავთ. ანუ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე გინდა თუ რაიმე ორგანიზაცია
როდესაც რაიმე დოკუმენტს გამოსცემ, რომელსაც აქ გინდა დასკვნის სახე, გინდა რეკომენდაციის სახე და ბოლოში იმპერატიულად ითხოვ რაიმე ქმედების შესრულებას, რაც ახლა ჩვენ მოგთხოვეს, მანამდე უნდა აუცილებლად იყოს განხილული მინის სასამართლო პროცესი, სადაც შენს უნდა განხილული იყოს როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე. პროცედურულად. მე არ გეუბნები იქ რაღაცა განხილვა რაღაც შეუზღუდეს. არა, ანუ დოკუმენტში უნდა იყოს რომ მასალები ეს ხალხი გამოსაშვებია ამიტომ და ამიტომ. კი ბატონო. ან რატომ ვთვლი რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. ან რატომ უნდა ჩაატარო არჩევნები თავიდან. ხო დიდი სისულელია. მაგრამ ნიზლავს დავდებ რომ ხო გაასაჩივრებენ სტრასბურგში ამ ყველაფერს. სტრასბურგს წააგებენ აგენი. აბსოლუტურად ყველა ეს დაკავებულები და ასე შემდეგ. სტრასბურგს როგორც წესი, აი ეს кейსები სტრასბურგში ოპოზიცია აგებს. ანუ ფარატინა დოკუმენტი რაღაც შექმნეს დოკუმენტი უკრაინელებთან ერთად, ჩვენ ხო ვიცით სიტყვით იყო გადატანილი ტექსტი, რასაც გთხოვდნენ აქ ეს ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციონერები. ანუ ხო გახსოვთ რომ ამბობენ რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემოსთან ერთად ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია რომ უნდა შეიცვალოს და ყველაფერი რომ თავდაყირა უნდა დადგეს და თვითონ რომ უნდა ჩაიგდონ ხელში, იმიტომ რომ სხვანაირად არჩევნებს ვერ მოვიგებთო. ისიც კი იქ ეწერა იმ დოკუმენტში, ადმინისტრაციის ცვლილებებსაც კი ითხოვენ. რამ ხელა სისულელია და სისულელესთან ერთად დანარჩენზე ვილაპარაკოთ, ცინიზმს დავამთავრებ. შალვა, ანუ ეხლა რა მოხდა? 114-მა ადამიანმა გადაგვიწყვიტა ქვეყნის ბედი. ამ 114 ადამიანში არის კოლექტიური გონჩარენკოები. გონჩარენკო, რომელსაც უკრაინაში ქუჩაში ვერ დადის, ცემენ, ურტყავენ, მოდი ესე ვთქვათ. კადრები გვაქვს ნანახი, ნაგვის ურნაში ჩააგდეს უკრაინელებმა. მოკიდეს ხელი, როგორც არაკაც და ჩააგდეს ნაგვის ურნაში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ტიპს, რომელსაც თავის ქვეყანაში აგდებენ ნაგვის ურნაში, ეს ტიპები ჩვენს ქვეყანაში გვეუბნებიან, რომ 1,200,000 კაცმა რა გადაწყვეტილება მიიღეთ, საერთოდ არ გვაინტერესებს. არ არის 114 კაცი რომ გეუბნებით, ესე უნდა მოიქცეთ. წარმოიდგინეთ ახლა თავმოყარე თავრობა რანაირად შეიძლება გაჩერდეს და რანაირად შეიძლება ამას უწოდოთ სწორი გზა, როდესაც დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების დაცვის სახელით და კანონის უზენაესობის სახელით გველაპარაკება ჩვენ ეს კატეგორია. რა საჭიროა ეს მათთან ურთიერთობა და რა საჭიროა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს. შენ კი მითხარი მეგობრო რომ ღელა უკევ და მე მშვიდათავარ და შენს ნელ-ნელა უკევი და მოდი შემაჯამებელი ნაწილი გავაკეთოთ. ძალიან სწრაფად და ეფექტურად წარიმართა განხილვა. მე უბრალოდ ერთი რამის თქვა მინდა მეგობრებო, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. მე ფიქრობ რომ რა თქმა უნდა იმ ნაწილს ჩვენი თანამოქალაქეებისა, რომელსაც თვალებზე ლიბრია გადაკრული და რომლის ახალგაზრდებს გულისხმობთ, რომლის ასეთ მდგომარეობა მიყვანაში, სადღაც შეიძლება ჩვენი ბრალიც არის უფროსი თაობის რომ ძალიან არ ვიაქტიურეთ, არ ჩავერთეთ რაღაცა პროცესებში და გასაქანი მივეცით, თუმცა ამასაც აქვს ალბათ ახსნა, მაგრამ ნუ არ იყო სწორი, ეს ლიბრი ნელ-ნელა მოსწორდება და ეს არის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რევოლუციური ახალი შეიძლება ითქვას ხელისუფლების ბრალი. რასაც მე უყურებ აი ფებერის არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება ფებერის პოტენციური შეფი რომ საუბრობს იმაზე რომ კითხვა დაუხსვეს რა სენატში განხილვაზე რომ თქვენ ეგეთი რამე თქვითო რომ შენობაა დასახურიო ფებერის შენობა ნანახი მაგ და იქო Deep State-ის მუზეუმია გასახსნელიო. ამან არ უპასუხა ახლა პირდაპირ რა თქმა უნდა ეს აქვს ნათქვამი ანუ თვითონ ფებერის ახალი შეფი არის Deep State-ის წინააღმდეგ მებრძოლთა წინარიგებში ფებერის შეფი და აქ კიდე გვეუბნები რომ ჩვენი ჩვენი პროპაგანდის მოგონილია Deep State ხო დანიშნეს თან ეგეთი მაგრამ მართლა თესაფრის მოახვით ხო და იქ ლაპარაკობენ ხო თავდაცვის ახალი მინისტრი რომელიც ნუ ტელეწამყვანია ხო ჩვენი კოლეგა პრაქტიკულად დანიშნეს და იქ რას ამბობს და რას აკეთებს ეგეთია მე ის ხალი ქალბატონი ცერუს შემწყვანელი ხო ნუ უყურებ და ძალიან ახლობელი აი რომელთანაც სუფრაზე დაждდების ადგილზეო სიტყვი
მე ძალიან მომეწონა 27 წლის გოგო თეთრი სახლის პრესპიკერი, დიდი კათოლიკური ჯვრით, რომელსაც აქვს კოლეჯი, წმინდა სებასტიანის კოლეჯი დამთავრებული და აქედან გამომდინარე უკვე გასაგებია მისი წინამორბედისგან განმასხვავებელი ბევრი რამ, ხო? ეს ყველაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი მოიტანს შედეგს, უკვე მოაქვს და ყველაფერი იქნება კარგად. შენი არ იყოს, ეხლა დაგვრჩა ძალიან ცოტა. არ დაგვრჩა ისტორიული პერსპექტივიდან ბევრი და შეიძლება რეალური პერსპექტივიდან ძალიან ცოტა დაგვრჩა. ამით მეგობრებო, ჩვენ შეიძლება უკვე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადმოცემა და ვისურვებთ ის, რომ ყველაფერი კარგად იყოს აწ. აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე.